გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთათ ხელიძე ვარ. დღეს შევარჩიეთ რამდენიმე თემა, ამას თქვენ ვიდეოს სარჩევში იხილავთ. პირველი ესეთი ყველაზე გახმაურებული საკითხი, ეს იყო მაკრონის გამოსვლა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საუბარი. და დავიწყებ ამ საკითხით. საკმაოდ ესეთი ხმამაღალი განცხადებები გააკეთა საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა, რომ საფრანგეთს შეუძლია ევროპის უსაფრთხოება საკუთარ თავზე ითავოს, თუკი შეერთებული შტატები დატოვებს ატლანტიკური უსაფრთხოებიდან გავა და ევროკავშირს საბჭოთა ევროპულ მხარეს მარტო. და ასევე ახსენა, რომ მას შეუძლია საკუთარი ბირთვული ქოლგა გადააფაროს ამ შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს და დაიცვას. ეს ზოგადად რა შინაარსის იყო ეს განცხადება ცოტა რთული გასაგებია, ანუ ქოლგის ბირთვულ ქოლგაში მოქცევა რას გულისხმობს, ეს დასაზუსტებელი იყო. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა ახსენოთ თუ რამ გამოიწვია მაკრონის ესეთი განცხადება ახლა და აი ამ მომენტში. ჩვენ ასევე უნდა დაუბრუნდოთ იმ მოვლენას, რასაც ეწოდებოდა ლონდონში შეხვედრა რამდენიმე დღის წინ, სადაც ასევე გაირკვა, რომ ზელენსკის პრაქტიკულად მიანიშნეს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და რაღაც გარდამავალი პერიოდი, სანამ ევროპა შეძლებს საკუთარი რესურსულ მობილიზებას და საკუთარი სამხედრო ინდუსტრიის წარმოების ამოქაჩვას, მანამდე მოახერხოს გარკვეულწილად აი პოლიტიკურად ამერიკულ ინტერესებში მოქცევა. ეს ამდენად გამოუვა ზელენსკის მეორე საკითხია, თუმცა ეს ნიშნებები უკვე როგორც წინა გადაცემაში ვახსენეს სტარმერისა და მაკრონის მიერ იყო უკვე გაკეთებული. ასევე ჩვენ უნდა გავიხსენოთ ესეთი ეპიზოდები უახლესი ისტორიიდან. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც დონალდ ტრამპი პირველი ვადით გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ზუსტად ამ პერიოდში თავად ემანუელ მაკრონის რიტორიკაში საკმაოდ რადიკალური განცხადებები ისმოდა თვითონ ნატოს ალიანსთან დაკავშირებით, რომ გახსოვთ ალბათ მან ნატოს ალიანსს უწოდა ტვინკვდარი ორგანიზაცია და ძალიან ხშირად საუბრობდა ევროპული არმიის შექმნაზე და ევროპულ მილიტარიზმზე ზოგადად. ეს მაშინაც მიანიშნებდა იმას, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ევროპული სცენის მიტოვება და საკუთარი ინტერესების გადატანა სამხრეთ აზიის მიმართულებით, ჩინეთის ზრდისა და გავლენების შესაკავებლად. ეს პროცესი უკვე მაშინ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად დაიწყო უკრაინის ომი, ევროპულმა სცენამ შეიძინა მნიშვნელობა, შეიცვალა პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში, გახდა ჯო ბაიდენი, შეერთებულმა შტატებმა ევროპის უსაფრთხოება საკუთარ თავზე აიღო, ეს პასუხისმგებლობა მან საკუთარ თავზე იკისრა და ემანუელ მაკრონის რიტორიკიდანაც საერთოდ გაქრა მაშინ ევროპულ არმიაზე და ნატოს კრიტიკაზე საუბარი. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს რიტორიკა ისევე დაბრუნდა მაკრონის ლექსიკაში, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დონალდ ტრამპი მეორედ გახდა პრეზიდენტი და ეს პოლიტიკა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად ხდება გარდაუვალი და ის ევროპულ სცენას ავარაუდოდ გარკვეულ მომავალში დატოვებს. ესეც გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, მე მგონი მარკო რუბიოს განცხადებაც იყო და ჯეი დი ვენსის განცხადებაც, რომ რეალურად რუსეთი არ არის პირველადი საფრთხე შეერთებული შტატებისთვის და პირიქით ის ასე ვთქვათ ამჯობინებს რუსეთთან თანამშრომლობას და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ვიდრე მასთან კონფრონტაციას და მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში შეერთებული შტატებისთვის არის ჩინური გავლენების და ძალაუფლების ზრდა მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ გამოდის, რომ ამერიკული მხარე ევროპულ სცენას აბარებს ევროპელებს. თუ მაგალითად დაახლოებით ესე რომ ვთარგმნოთ ეს პოლიტიკა, თუ თქვენ გონიათ რომ რუსეთი არის თქვენთვის საფრთხე, მაშინ თქვენ ამას თავად უნდა მიხედოთ, იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ შეერთებული შტატები ამაზე დროის, ენერგიის, რესურსების და შეიარაღების ხარჯვას აღარ აპირებს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსული საფრთხე არ არის პრიორიტეტული, ანუ რუსული საფრთხის განეიტრალება არ არის პრიორიტეტული შეერთებული შტატების მხრიდან. ბევრი საუბარი ამაზე, რომ შეერთებული შტატები ახორციელებს რევერსულ კისინჯერიანულ პოლიტიკას, რომ თუ მანამდე ჩინეთი ჩამოაშორა საბჭოთა კავშირს შეერთებულმა შტატებმა და ამან გამოიწვია შემდგომ კომუნისტური ბლოკის დეზინტეგრაცია, ახლა პირიქით სურს, რომ ჩინურ
რუსულ ალიანსში გაჩნდეს ახალი ბზარი და უკვე რუსეთი ჩამოაშოროს ამ შემთხვევაში ჩინეთს და ასე მოხდეს ჩინური შეკავება. ეს პოლიტიკა ასე გაცხადებულად არ არის, უბრალოდ ამერიკელები რუსულ როგორ ვიტყოდ, რუსეთის დასავლეთისგან რუსეთის მიმართ საფრთხე ნარჩუნდება, თუმცა ამ საფრთხეში მონაწილეობას აღარ მიიღებს შეერთებული შტატები. დღეს ხდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გარკვეულწილად გლობალური სტრატეგიული უსაფრთხოების ფორმატების და კონფიგურაციებზე მოლაპარაკება, როგორ მოხდეს თანაარსებობა ამ ორი დიდი მოთამაშის და როგორ მოხდეს მათ შორის კონფრონტაციის თავიდან არიდება და ჩვენ ნახეთ ორი ძირითადი მიმართულება ამ შემთხვევაში უკრაინას თუ თავს დავანებებთ. ეს იყო პირველი, რომ ახლო აღმოსავლეთში მზად არიან ეს მხარეები მშვიდობა შეინარჩუნონ და მოსკოვმა გამოთქვა სურვილი, რომ მოდერაცია გაწიოს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის იმისათვის, რომ ბირთვული შეთანხმება აღდგეს და პოტენციური კონფლიქტი ისრაელსა და ირანის შორის მოხდეს თავიდან არიდებული და ასევე იყო პრაქტიკაში გავლენების გაყოფის, რესურსული გადანაწილების და კონტროლზე ასე ვთქვათ მოლაპარაკებები. ამ ჩარჩოში ჯდება, აი არქტიკის სცენის ჩარჩოში ჯდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნა გრენლანდიის ანექსიაზე, იმიტომ რომ გრენლანდია საკმაოდ დიდი საზღვაო ტერიტორია შედის არქტიკის ოკეანეში. ხო, ამისათვის ემანუელ მაკრონმა დაიწყო ესეთი ძალის დემონსტრირება, ესეთი ძალაუფლებრივი პოზიციონირება, რომ საფრანგეთი არის ყველაზე ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით ევროპაში და სამხედრო საწარმოო თვალსაზრისითაც ასევე მას აქვს ბირთვული არსენალი, ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი ევროპაში, ბრიტანელებზე მეტი და თუ სწორად მახსოვს მზადყოფნაში ბირთვული კობინებიც უფრო მეტი აქვს, ვიდრე ამ შემთხვევაში ბრიტანელებს. მაგრამ ხო, ეს ცოტა ისეთი პოლიტიკური განაცხადი უფრო იყო, ვიდრე როგორ ვიტყოდ, პრაქტიკული განაცხადი ემანუელ მაკრონის მხრიდან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სკეპსისია ამ განცხადების მიმართ, ხო, მაგალითად, ხა საშუალო ან პატარა ევროპული ქვეყნები დაფიქრდებიან, თუ მე მაგალითად შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ჩემ დაცვაზე და ვერ უზრუნველყო ჩემი დაცვა ამ შემთხვევაში და უკრაინის კონფლიქტში ვერ მიაღწია და კოლექტიურმა დასავლეთმა ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა კანადამ ერთად სასურველ მიზანს, მაშინ რანაირად დამიცავს ან მივახცევთ ასეთ წარმატებას მხოლოდ ევროპელები ცალკე, როდესაც სამხედრო თვალსაზრისით ალბათ ძალიან მცირეა შეფარდება ამერიკული და ევროპული შესაძლებლობების, ანუ ევროპული მხარის პერსპექტივიდან. ამიტომ რამდენად დათანხმდებიან პატარა ევროპული ქვეყნები, ცენტრალური ევროპული ქვეყნები, ცენტრალური ევროპის ქვეყნები საფრანგეთის ლიდერობას ამ თვალსაზრისით არის საკმაოდ ესეთი სადაო საკითხი. და ნუ ესე ვთქვათ, დაიწყო მოლაპარაკებები, გაგრძელდა ამ თემაზე საუბარი უკვე ბრიუსელში, ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ და ნუ იქ უკვე ოფიციალურად წარადგინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარი ევროპის ხელახალი შეიარაღების, ხელახალი შეიარაღების გეგმა, სადაც იყო კონკრეტულად ჩაშლილი თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს და საიდან უნდა მოხდეს წინა გადაცემაში ნახსენები 800 მილიარდი ევროს მობილიზება. და საინტერესო იყო ეს მიმართულებები, საიდან აპირებს ევროკავშირი ამ ფულის მობილიზებას. პირველი, რაც იყო აქ საინტერესო, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები აღარ იქნებიან ვალდებულები დაიცვან ევროკავშირის ეგრეთ წოდებული პოლიტიკა ფისკალური დისციპლინისთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობდნენ აიყოს ფისკალური დისციპლინა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ვალის ზომა არ გაზრდილიყო, საგარეო ვალის ზომა წევრი ქვეყნების, ასევე არ გაზრდილიყო საბიუჯეტო დეფიციტი მთლიან შინაგან პროდუქტთან შეფარდებით, ანუ წევრი ქვეყნები შეზღუდულები იყვნენ სახელმწიფო ხარჯვის მიმართულებით, ვერ ხარჯავდნენ იმაზე მეც. ნუ ვერ ვიტყვი რომ ხა ყველა 3%-ის ბარიერს ინარჩუნებდა, თუმცა გარკვეულწილად რაღაც რადიკალურ ფორმებში არ გადადიოდა სახელმწიფო ხარჯვა. და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკონტროლებდნენ ინფლაციას და რომ ეს არ გაცილებულიყო ერთნიშნა სადღაც 5%-ის ფარგლებში მაქსიმუმად არ გაზრდილიყო ინფლაცია, ანუ ინფლაციის კონტროლიც შედიოდა აი ამ ფისკალურ დისციპლინაში. თუმცა
ურსულა ფონ დერ ლაიენის გაცხადებით ეს დისციპლინა შეუძლიათ უკვე ევროკავშირის ქვეყნებს დაარღვევან. ანუ მათ დამატებითი შესახები აიღონ, დამატებითი რესურსული მობილიზება მოახდინონ ფინანსური მილიტარიზმის დასაფინანსებლად, რომ სახელმწიფო ხარჯები შეიძლება გაიზარდოს და ინფლაციის კონტროლი შეიძლება აღარ იყოს ესეთი კაცრი მოთხოვნა, რაც ასე ვთქვათ, აჩენს ეჭვებს და იმის პოტენციალს, რომ ინფლაცია ამ შემთხვევაში ევროკავშირში საომავლოდ ესე ვთქვათ გაიზრდება. მეორე საკითხი აქ იყო, სესხების გაცემა, ევროპის ცენტრალური ბანკი დააფინანსებდა 150 მილიარდით ევროპის ქვეყნებს, რომ გაზარდონ მათ თავდაცვის ბიუჯეტები 1.5%-ით. და კიდევ ხო გამოყოფილი იყო კონკრეტული თემები, რა მიმართულებით უნდა გაიზარდოს უпростоრად მილიტარიზაციის რა კუთხით უნდა მოხდეს გააქტიურება და აქ იყო ნახსენები პირველი ეს იყო უпростоრად მახსოვს საარტილერიო სისტემის წარმოება და საარტილერიო ჯგუფების წარმოება, ეს იყო ნახსენები თავდაცვითი სისტემების რაკეტების წარმოება, ეს იყო უпростоრად მახსოვს დრონების და დრონებისგან თავდასაცავი სისტემების წარმოება. თუ ჩვენ ამ შეიარაღების შინაარსს დავაკვირდებით, ეს ნიშნავს, რომ ეს შეიარაღება ევროპას თავისთვის არ სურს, არამედ ეს სურს უკრაინისთვის, იმიტომ რომ მსგავსი შეიარაღება ნიშნავს, რომ შენ უშუალო კონფლიქტში უნდა იყო, ასე ვთქვათ, რუსეთთან, რაც თავარ საფრთხეთ არის ახმული, ამ შემთხვევაში ემანუელ მაკრონმა რაც დაანონსა, რომ ასე ვთქვათ, რუსეთი არის თავარი საფრთხე. ანუ უშუალოდ საფრანგეთი უნდა იყოს, მაშინ ფრანგული ჯარები უნდა ეომონ, ასე ვთქვათ, რუსებს, რომ ეს შეიარაღება იქნას საფრანგეთის მიერ გამოყენებული. ამიტომ ეს მიანიშნებს იმას, რომ ეს ჭურვები, დრონები, ეს თავდაცვითი სისტემების რაკეტები სავარაუდოდ იქნება უკრაინისთვის გადაცემული საომავლო, ასე ვთქვათ, პერსპექტივაში. აქ დგას რამდენიმე ესეთი შეკითხვა. პირველი ესეთი საკითხი არის ის, თუ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაზრდიან საკუთარ სახელმწიფო ხარჯებს, გამოყოფენ ფინანსებს, აიღებენ ვალებს, რომ დააფინანსონ ევროპის მილიტარიზაცია, მაშინ ვინ მოახდენს აი ამ საწარმოო სიმძლავრეების აქტივაციას, ხო? ამას მოახდენენ ბუნებრივია ის ქვეყნები, რომელსაც უკვე აქვთ ინდუსტრიული სექტორი შეიარაღების მიმართულებით, ეს ძირითადად არის საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი ნაწილობრივ და იტალია ნაწილობრივ. ეს ქვეყნებია ძირითადი შეიარაღების მწარმოებელი ქვეყნები. ანუ რეალურად ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ამ შემთხვევაში უნდა აფინანსოს აი ამ ძირმოდი ვთქვათ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის მილიტარიზაცია, ხო? ესეც ცოტა ისეთი ძალიან სათუთი და მტკივნეული თემა, რამდენად არის თანახმა, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აფინანსოს გერმანული შეიარაღება, ხო? ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც მათ შორის. და მეორე საკითხი აქ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტად ესეთი ადმინისტრაციული საკითხი. როდესაც თუ ვინ უნდა იყოს აი ამ გადაწყვეტილების მიღების ვერტიკალში, რომელსაც ეწოდება ევროპული შეიარაღების განკარგვა, ასე ვთქვათ, საკუთარი სამხედრო პოლიტიკის არსებობა, ევროპის განცალკევებული და ასე შემდეგ. თუ აქამდე ეს აი ამის უზრუნველმყოფი იყო ნატოს ალიანსი, კონკრეტულად შეერთებული შტატები, ნატოს ალიანსის გენშტაბის ხელმძღვანელი ყოველთვის იყო ამერიკელი გენერალი და ამერიკული განკარგულების მიხედვით მოქმედებდა დანარჩენი ნატოს წევრი ქვეყნები, აქ უკვე გარკვეული იყო ვინ არის ზემდგომი, ხო? ევროკავშირის შემთხვევაში ეს ზემდგომობა ჯერ გარკვეული არ არის. აი, ხო, გასაგებია ჩვენ ნახეთ მაკრონის ეს ლიდერობის პრეტენზია, მაგრამ რამდენად არის მზად ეხა გერმანული მხარე ფრანგულ ლიდერობას, ანუ გერმანული არმია მოემსახუროს ფრანგულ განკარგულებას. ხო, ცოტა ესეთი ჩვენ თუ ისტორია შევხედათ ევროპის, ცოტა ესეც საკმაოდ მტკივნეული საკითხია. აქ კიდევ ცალკე თემა შეიარაღების უნივერსალიზაცია, ხო? ნატოს შემადგენლობაში ძირითადად საერთო ნატოს სტანდარტი იყო, შეიარაღების საერთო სტანდარტი, წვრთნის სტანდარტი, შეიძლება წვრთნის და ის ალბათ მხარე შენარჩუნდება, მაგრამ შეიარაღების სტანდარტი მაშინ გერმანიამაც, საფრანგეთმაც, იტალიამაც და ბრიტანეთმაც საერთო ტიპის შეიარაღება უნდა აწარმოონ. ესეც კიდევ ერთ-ერთი გამოწვევა ამ შემთხვევაში. თუმცა ეხლა ჭურვებს და დრონებს და
თავდაცვითი სისტემების რაკეტებს შევეხებით, ამაში საერთო სტანდარტი ისედაც დაცულია და არ იქნება. მე გულისხმობ აი უკვე ავიაციას, მძიმე ტექნიკას და ასე შემდეგ. ამაზე შეთანხმებაც ცოტა კოორდინირებაც იქნება გამოწვევა ამ შემთხვევაში. მოკლედ, მაკრონმა თქვა, რომ პრაქტიკულად განაცხადა, რომ ევროკავშირს არ სურს უკრაინის ომის დასრულება და ის მზად არის განაგრძოს ეს კონფლიქტი. ეს არ ყოფილა რაღაც უკრაინის გადარჩენისთვის გაცხადებული წინადადება ან რაღაც ღირებულებების დაცვის წინადადება, ეს იყო აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას აქვს რამდენიმე ახსნა. პირველი ეს, რომ თუკი ომი იმ კონფიგურაციით დასრულდება, როგორცაც შეერთებული შტატები და რუსები აპირებენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ევროპულმა ელიტებმა, რომლებიც ბოლოს 3 წელიწადია ყოველ შეკრებაზე, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ევროპული საბჭოს ყოველ შეკრებაზე თავარი თემა უკრაინაა და უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება და ამითი ხდება თლიანად ევროპული საზოგადოების მობილიზება და თლიანად ეს საინფორმაციო ველის გაჯერება. თუ მაშინ კონფლიქტში ვერ მიიღწა მიზანი, დასავლური მიზანი, მაშინ გამოდის, რომ ამ ელიტებმა ამდენი თანხები, ამდენი რესურსები, ამდენი ენერგია ხარჯეს, მათ ვერ მიაღწიეს მიზანი და შესაბამისად დგება ამ ელიტების ლეგიტიმაციის საკითხი, მაშინ რატომ უნდა იყვნენ ისინი ხელისუფლებაში და ქონდეთ მათ ძალაუფლება. ამიტომ ეს არის გარკვეულწილად მაკრონის გამოსვლაც და ეს ბრიუსელში შეკრებაც ეს არის ევროპული ელიტების პარანოია, რომ გადაირჩინონ საკუთარი ისტერია დავარქვათ ამას, რომ გადაირჩინონ საკუთარი თავი. მეორე აქ უკვე დღის წესრიგში დგას თვითონ ევროკავშირის პროექტის არსებობაც, იმიტომ რომ თუ აი ამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდ ომში ევროპაში დასავლეთი ამ შემთხვევაში დამარცხდება, მაშინ გაჩნდება საკმაოდ დიდი კითხვები და ბზარები თვითონ ევროკავშირის შიგნით, რამდენად უღირს სხვადასხვა ქვეყნებს ამ ფორმატში ურთიერთობების გაგრძელება და საერთოდ ჩაჭრა იმ ურთიერთობების ამ შემთხვევაში რუსეთთან, რაც მანამდე ჰქონდათ. გულისხმობ გარკვეულ რესურსულ, ენერგეტიკულ ამ რესურსებზე წვდომას რუსებისგან. ეს საკმაოდ ესეთი კარგი ფუფუნება იყო ევროკავშირის ქვეყნებისთვის და ეს ამის დაკარგვა რეალურად აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანას რეალურად არ სურს. და მესამე საკითხი აქ არის დაუბრუნდე ელიტების საკითხს. დღევანდელ ევროკავშირის წევრ ქვეყნების ელიტებს სხვა პოზიტიური დღის წესრიგი რეალურად შესათავაზებელი საკუთარი საზოგადოებისთვის აღარ რჩებათ. დღეს გარკვეულად ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შესუსტებულია ევროკავშირის ქვეყნებში. არის ინფლაციის საკითხი პრობლემური, გარკვეული ასეთ სოციალური პრობლემებია და აი ამ პრობლემებს ფარავდა უკრაინის ომი. ელიტები უკრაინის ომით ფარავდნენ, მაგრამ თუ ეს ომი დასრულდა, მაშინ ამ პრობლემებს უნდა მიეხედოს, რაც მე წინაშე ჩამოვთვალე, მაგრამ აი ამ პრობლემებზე მისვლა რეალურად ელიტების მიზანი ამ შემთხვევაში არ არის და შეიძლება ვერც გადაჭრან. ამ შემთხვევაში არის რომ ეს უკრაინის ომი არის კარგი გამოსავალი იმისა, რომ შიდა ევროპული პრობლემები გადაიფაროს. ხო, რაც ვახსენე, ევროპული პროექტის დგება რისკის ქვეშ, ანუ ევროპის შემდგომი ფედერალიზაციის რისკი დგება საფრთხის ქვეშ და ის პროექტი ვარდება, რასაც ქვია ევროკავშირის უფრო ცენტრალიზება. ევროკავშირის საბოლოო მიზანი, რომელიც ეს ჩადებული იყო მის დაარსების დღიდანვე, ეს არის მისი ცენტრალიზება. ანუ მაქსიმალურად მოხდეს ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება ევროპაში. ეხლა კი არის 27 წევრი ქვეყანა, არის ეროვნული ხელისუფლებები და ისინი ახდენენ დელეგირებას ძალაუფლების ცენტრზე, მაგრამ ეს ძალაუფლების ცენტრი უკვე უფრო სწორად ბრიუსელის ცენტრი იყო რეალურად აღმასრულებელი ამ 27 ქვეყნის ნების. ეხლა ევროკავშირს სურს რომ უკვე გადაწყვეტილებების მიღებაზე მონოპოლია ქონდეს ბრიუსელს და მან გასაზღვროს დანარჩენი ქვეყნის პოლიტიკები და ის იყოს ასე ვთქვათ ცენტრალიზებული მმართველი. ამისათვის ევროკავშირს სურს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კონსენსუსის ინსტრუმენტი გააუქმოს,
ანუ საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისთვის აღარ გახდეს საჭირო 27 ქვეყნის თანხმობა, არამედ უმრავლესობის, იმიტომ რომ უფრო მოქნილი და სწრაფი გახდეს, რაც ასევე საკმაოდ რისკიანი პოლიტიკა ამავე პერსპექტივაში, იმიტომ რომ ბევრი წინააღმდეგობები იქნება ამ მიმართულებითაც, იმიტომ რომ თუ რაღაცა ისეთ საგარეო პოლიტიკის წარმოება დაჭირდა ევროკავშირს, რომელიც თუნდაც 2-3 ქვეყნის ინტერესებში არ შედის, ეს შეიძლება გახდეს სამომავლოდ პრობლემური. და მესამე კიდევ ერთი საკითხი, რითაც აპირებს, ასე ვთქვათ, ცენტრალიზებას ევროკავშირი, ეს არის ეგრეთ წოდებული ევროობლიგაციების გამოშვების და გაყიდვის საკითხი. ანუ ბრიუსელი აპირებს, რომ გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, გაყიდოს საფონდო ბირჟებზე, როგორც საერთაშორისო მოხმარებისთვის, შესაბამისად აიღოს ეგრეთ წოდებული ვალი. და ეს აღებული ვალი საფონდო ბირჟებზე მოხმარდეს ევროპის მილიტარიზაციას. ხოლო ეს ვალი იყოს საერთო ევროპული ვალი. რის წინააღმდეგადაც საკმაოდ ბევრი ევროპული ქვეყანაა, იმიტომ რომ ამ ვალის საკუთარ თავზე აღება ბევრი წევრ ქვეყანას ამ შემთხვევაში არ სურს და რა თქმა უნდა ეს ცალკე ინსტრუმენტს ქმნის ბრიუსელი, ან ცალკე ბიუჯეტს ქმნის თავისთვის, რომელიც არ იქნება დამოკიდებული წევრ ქვეყნების შენატანებზე. ანუ უფრო მეტი ძალაუფლება ეძლევა ამ მიმართულებით ბრიუსელს, რაც რეალურად ბევრი ქვეყნის ინტერესში არ შედის, ამ კუთხითაც ესეთი წინააღმდეგობა. ჯამში ხო, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე გამომრჩა, თუ რითი შეიძლება დაფინანსდეს ევროპის რემილიტარიზაციის გეგმა, იქ იყო ნახსენები ეგრეთ წოდებული cohesion funds, European cohesion funds, ანუ ევროპის შეწებებადობის ცოტა ესეც რთული სათარგმნელია ეს სიტყვა, უფრო შედუღაბების პოლიტიკა, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ ბრიუსელი აფინანსებს საკმაოდ სუყე თანხებით წევრ ქვეყნებს ინფრასტრუქტურული განვითარებით, სოციალური, კულტურული აი მიმართულებებით, რომ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ეს ფონდი არის ეგრეთ წოდებული რბილი ძალის მექანიზმი თვითონ წევრ ქვეყნებში, რომ ევროკავშირს ჰქონდეს ლეგიტიმაცია წევრ ქვეყნებში. ძირითადად ეს თანხები მობილიზებულია ხოლმე შედარებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. და ნუ ეს გარკვეულწილად ამ პატარა ქვეყნებშიც ქმნის ეკონომიკურ სტაბილურობას ხოლმე. მაგრამ Ursula von der Leyen's გეგმით შეიძლება თანხები ამ ფონდიდან გადადინდეს ამ მილიტარიზაციის ფონდში. რაც ესე იგი კიდევ დამატებით პესიმიზმს აჩენს იმ გაგებით, რომ კეთილდღეობის ის დონე, რაც იყო ევროკავშირში აქამდე და გამოირჩეოდა საშუალო სტატისტიკური ცხოვრების დონით, შეიძლება ამასაც საფრთხე დაემუქროს. მთლიანობაში ხარ რომ შევაჯამოთ, ხო? რეალურად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ევროკავშირი როგორც ორგანიზაცია იცვლის მის შინაარსობრივ პროფილს, თუ აქამდე ჩვენ ევროკავშირი ვიცოდით როგორც კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ საკითხებზე და პროგრესულ საკითხებზე, ჩვენ ვხედავთ მის სამხედრო პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის პროცესს. ხო, ანუ როგორც ვახსენე, ინფლაციაზე კონტროლი იხსნება, შეიძლება cohesion funds მოაკლდეს თანხები, მოხდეს ორგანიზაციის ცენტრალიზება და ანუ ლოკალურად ქვეყნებზე უფლებების შესუსტება ამ მიმართულებით. ანუ ის ორგანიზაცია, რომელსაც და რაც თავარია მილიტარიზაცია ეს არასდროს ყოფილა ევროკავშირის თემა. ანუ ამაზე ორიენტირი ევროკავშირს არასდროს ჰქონია. მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს ხდება ნომერ პირველი პრიორიტეტი, რომელთანაც ახლოს სხვა პრიორიტეტები არ მიდის, ხო? მე როგორც წინა გადაცემაში ვახსენე, 2 ტრილიონი ევროა გამოყოფილი 6 წლიანი ბიუჯეტისთვის და 800 მილიარდის დახარჯვას გეგმავენ ქვეყნები მილიტარიზაციაზე, ну, შეფარდება რომ ციფრები რომ ვთქვათ წარმოვიდგინოთ, ხო? ხო, ამიტომ ეს პროფილი რაც აქამდე ქონდა ევროკავშირს რეალურად ამ მომენტში, ვთქვათ, ჩვენ ხედავთ მის ტრანსფორმაციას ჩვენ თვალწინ. კიდევ ერთი დამატებით საკითხიც აი ამ ტრანსფორმაციით რეალურად ევროკავშირი აცხადებს, რომ მე ვარ ფორს მაჟორში, მე მემუქრება საფრთხე და ამ საფრთხების გასანეიტრალებად მე მჭირდება მილიტარიზაცია, სწრაფი მილიტარიზაცია.
ანუ რეალურად აცხადებს, რომ მე ვარ ფორს მაჟორში. ანუ ეს ევროკავშირს აქცევს აი ცნობილი გერმანელი პოლიტიკის მეცნიერის კარლ შმიტის ასე ვთქვი თეორია, რასაც ქვია state of exception. ანუ განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადაყავს ევროკავშირის პოლიტიკური მხარე. ანუ ეს განსაკუთრებული მდგომარეობა გულისხმობს რას? რომ რაღაც მომენტებში სახელმწიფოს შეუძლია მაქსიმალური ძალაუფლების კონცენტრაცია და გარკვეული მიმართულებებით გარკვეული უფლებრივი შეზღუდვა. მაგალითად, კანონის უზენაესობის რაღაც მიმართულებით შეზღუდვა, დემოკრატიული პროცესების გარკვეული მიმართულებით შეზღუდვა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებების გარკვეულწილად შეზღუდვა. იმიტომ რომ მოხმარდეს, ანუ თავი გადაირჩინოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა. ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ მომავალში რუმინეთის მსგავსი სცენარები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც განვითარდება, იმიტომ რომ დღეს ახლა ევროკავშირი არის პრაქტიკულად გადადის ცენტრალიზებულ რაღაცა მილიტარიზებულ ფორმაზე, სადაც შიდა განხეთქილებები, წინააღმდეგობები ამ მიმართულებით მისთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი. და ნუ სამომავლოდ ეს წინააღმდეგობები, ანუ ქვედა დონის წინააღმდეგობა ცენტრთან, პერიფერიის წინააღმდეგობა ცენტრთან შეიძლება ეს წინააღმდეგობები კიდევ უფრო ესე თქვათ გაიზარდოს მომავალში ევროკავშირში. შემდეგი, ანუ ორ თემას უკვე შევეხეთ, ეს არის ის იყო როგორც ხედავთ მაკრონის სიტყვა და ევროპის მილიტარიზაციის პერსპექტივები და მესამე საკითხი ეს არის ნუ სირიის საკითხი, ახალი სირიის, ახალი სამოქალაქო ომი გვაქვს რეალურად სახეზე. ჩვენ გუში ვნახეთ ესეთი ძალიან ბრუტალური კადრები თუ როგორ ხრედენ და ხოცავენ ალავიტ უმცირესობას მუჰამედ ალ-ჯულანის ძალები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც ძირითადად ეს ალავიტები ცხოვრობენ, ეს არის ორი რეგიონი, ლატაკიასა და ტარტუს რეგიონები. გუშინ წინ იყო თუ 3 დღის წინ, როდესაც ლატაკიაში მცხოვრებმა იქ მობილიზებულმა სირიის არაბული არმიის მონარჩენმა ოფიცრებმა შექმნეს სანაპიროს დაცვის ძალები, ანუ ალავიტური წინააღმდეგობა ჯულანის ხელისუფლების მიმართ, მათ დახოცეს დაახლოებით 40-მდე ჰაიათ აჰრირ ალ-შამის მებრძოლი, რამდენიმე ათეული ტყვე დაიყვანეს, გარკვეულ ბაზებზე და ავიაბაზებზე მოიპოვეს კონტროლი, ეს გახდა ასე ვთქვათ რეაქციის საფუძველი დამასკოსთვის, სადაც ჯულანიმ გადაისროლა ძალები, მაგრამ სანამ ეს ალ-ჯულანის ჰაიათ აჰრირ ალ-შამის ძალები მივიდნენ აი ამ რეგიონებამდე, გზადაგზა, სადაც ასე ვთქვათ ალავიტური სოფლები შეხვდათ დახოცეს მამაკაცების უმრავლესობა, მათ შორის ბავშვები. ნუ დამცირების შეურაცხყოფის კადრებიც არის ათეულობით ძირითადად Telegram არხებზე, მე ამას ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ YouTube მსგავს კონტენტს ბლოკავს. ამიტომ შეგიძლიათ თუ დაინტერესებული ხართ თქვენ თვითონ ნახოთ, რეალურად მიდის ეთნოწმენდის პროცესი, ალავიტური ეთნოწმენდის. და ნუ რა ასე ვთქვათ, მდგომარეობა გვაქვს, ხო? ალ-ჯულანიმ გამოაცხადა, რომ ვინც არ არის სუნიტი, მუსლიმი, არაბი, ის არის ურწმუნო სირიაში. ამიტომ რეალურად მან მწვანე შუქი აუნთო ყველა რელიგიური უმცირესობის და ეთნიკური უმცირესობის რეპრესიას. ანუ მოხდა ამ რეპრესიების ლეგიტიმაცია. აქამდეც ბოლო 3 თვის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ალ-ჯულანი ალავიტურ უმცირესობას ავიწროებდა, რამდენიმე ასეული ადამიანი აქამდე მოკლეს, ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებოდნენ ესენი ბიუროკრატიიდან, იქნებოდნენ ეს მოსამართლეები, ძალოვანი სისტემიდან, მათი ოჯახის წევრები და ამავდროულად, ნუ ზუსტი ციფრი არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე ასეული ალავიტი აქამდე უკვე დახოცეს, რამაც გამოიწვია შემდგომ ეს ალავიტური წინააღმდეგობა. და ასევე ამ რეპრესიებში, ჯულანის რეპრესიებში არის ქრისტიანები, სირიელი ქრისტიანები, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სოფლები, რომლებიც არის სირიაში, პრაქტიკულად დაცლილია ქრისტიანებისგან, ისინი გაიქცნენ ლიბანში, ასევე ეს წინააღმდეგობის რეპრესიები ეხება დრუზებსაც და ნუ სამომავლოდ ქურთებსაც. აი ამ ქვეყნის იდეოლოგიის ექსკლუზივიზაცია, ესე დავარქვათ ამას, რომ მარტო სირია არის მარტო სუნიტი მუსლიმების ქვეყანა, ნუ ამ იდეოლოგიით შეუძლებელს ხდის იმას, რომ ჯულანი მშვიდობიანად მართოს სირია მთლიანად ტერიტორიული მოცემულობა. ანუ ეს აპრიორი იწევდა შიდა კონფლიქტებს,
და შეიძლება ეს იყო პროვოცირებული კიდევაც, იმიტომ რომ ჯულანის როგორც დამოკიდებული პოლიტიკური სუბიექტის თურქეთსა და შემდგომ ისრაელზე მათი მოტივია რომ ალავიტები, როგორც შიიტური ისლამის წარმომადგენლები, პრაქტიკულად ისინი გააქრონ სირიიდან. ჯულანის ინტერესი ისაა, რომ მას ეშინია ალავიტური რევანშის, იმიტომ რომ ჯულანის ხელისუფლება არ არის სტაბილური, მის ძალაუფლება არ არის მყარი, ტოტალური კონტროლი მას არ აქვს სახელმწიფოზე, ამიტომ ყოველთვის არის ალბათობა, რომ გაჩნდეს წინააღმდეგობის კერები. ამიტომ მას სურს ალავიტების თავიდან მოშორება და მამას თავისი იდეოლოგიაც ეს ჯიჰადი, სუნიტური ჯიჰადიც ამისკენ არის მოწოდებული. ეს ერთი. თა მეორე მოტივი, ეს არის თურქული მოტივი, მას არ სურს შიიტების არსებობა მის სამხრეთ საზღვრებთან. იმიტომ რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა დგას ეს სუნიტურ ისლამურ ნეოოსმალიზმზე, ანუ სუნიტური ისლამის ქვეშ უნდა გააერთიანოს ეს ნეოოსმალური სოფხედველობა, ამაში შედიან როგორც არაბები, ქურთები და ეს თქო დანარჩენი სხვა სუნიტები არის. და რაც თავარია, ეს არის ისრაელის მიმართულება, ისრაელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ესეთი შიიტური პოლიტიკური სუბიექტების არსებობა მის საზღვრებთან ახლოს, ხო? ერთ-ერთი თავარი ეს არის ჰეზბოლა და ეხლა ალავიტების მიერ რაღაცა პოლიტიკური სამხედრო დაჯგუფების შექმნა და მათი რაღაცა პოტენციური გაძლიერება არის კატეგორიულად მიუღებელი ისრაელისთვის. თლიანობაში გამოდის რომ რატომ არის ახლა ეს მიუღებელი შიიტური სუბიექტების არსებობა? ეს არის იმისთვის რომ შიიტური პოლიტიკური სამხედრო სუბიექტები არიან ირანის დასაყრდენი ძალები არაბულ სამყაროში. და ასე ვთქვათ, ირანის პროქსი ძალები და მისი გავლენის სუბიექტები არიან. ამიტომ ამის პრევენციას ახდენს ისრაელი და მას სურს რომ აი ეს შიიტური პოლიტიკურ სამხედრო სუბიექტები გააქროს მის გარშემო. პირველ რიგში დგას ჰეზბოლას საკითხი, მეორე რიგში ზუსტად ეს ალავიტები, ანუ ჯულანის ხელით და მაქსიმალურად შევიწროვდნენ, არ ვიცი, მათი ბედი საკმაოდ პესიმისტურად მოჩანს, იმიტომ რომ ალავიტებს აღარ აქვს ხარდამჭერი, ირანს ფიზიკურად არ შეუძლია მათი ლოჯისტიკური მომარაგება სამხედრო რესურსული თვალსაზრისით, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, იმიტომ რომ სახმელეთო საზღვაო გზები, რომელიც სირიის დასავლეთ სანაპიროზე, ხმელთაშუა სანაპიროზე მიდიოდა, პრაქტიკულად ირანს ჩაჭრილი აქვს. ამიტომ საკმაოდ რთულად მოსჩანს აი ამ ალავიტების სანაპირო ძალების წინააღმდეგობის მომავალი. ხო, თან ამ დროს, ირანს აქვს უკვე სხვა პრიორიტეტი, რომ ლიბანში ჰეზბოლა გადაარჩინოს, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები. მას მთლიანად სამხედრო პოლიტიკური ელიტა დაეხოცა, ორგანიზაცია არის პრაქტიკულად ლიდერების გარეშე. არის თავარი პრიორიტეტი ჰეზბოლას გადარჩენა და ჰეზბოლათი ისრაელისთან წინააღმდეგობა და ამ ჰეზბოლას მომარაგებაც კი არის საკმაოდ კრიტიკული ამ სიტუაციაში ირანისთვის. ამიტომ ალავიტები, შიიტური სუბიექტების გაქრობა არის ისრაელის ინტერესი, ეს არის სიონისტური პროექტი, იმიტომ რომ მაქსიმალურად რეგიონში შესუსტდეს ირანის გავლენები. მას ამ ინტერესში ეთანხმება როგორც მუჰამედ ალ-ჯულანი, როგორც თურქული მხარე, ასევე ამერიკული მხარეც. ამერიკული მხარე ეთანხმება არა, ამერიკული მხარე, ასე ვთქვათ, ახორციელებს ხოლმე ძირითადად ისრაელის ინტერესებს. ამიტომ ესეთი წინააღმდეგობები სირიაში, ჩემი აზრით, გაგრძელდება. ხო, აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი. ისრაელს შეიძლება არ სურს შიიტური სუბიექტების არსებობა, მაგრამ ისრაელს შეიძლება არ სურდეს ერთიანი სუნიტური სირიის არსებობაც. იმიტომ რომ რაღაც მომავალში ესეც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი ისრაელისთვის, რაც არ უნდა მას გავლენა ჰქონდეს მის ხელისუფლებაზე. ანუ ისრაელს არ სურს ერთიანი სირიის არსებობა, მოდი პირდაპირ ვთქვათ. და მით უმეტეს ახლა ესეთი რეაქციული იდეოლოგიის მქონე ხელისუფლებაში. ამიტომ მისი ორიენტირი ძირითადად აქ იქნება სირიის დეზინტეგრაციაზე, ან უბრალოდ ესეთი დაშლილი ქვეყნის სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე, როგორც არის მაგალითად ლიბია, ხო, ლიბია რუკაზე არსებობს ნომინალურად, პრაქტიკაში ამ ტერიტორიებს სხვადასხვა ძალები აკონტროლებენ, ხო? დაახლოებით იგივე სცენარი შეიძლება იყოს სირიაშიც, ხო, ეს დრუზების ნაწილი იყოს ცალკე მართვადი ავტონომია, როგორც მაგალითად აი ქურთებს აქვთ ერაყში,
ქურთული ნაწილი სირიის ცალკე, ასე ვთქვათ, მართვადი სივრცე იყოს და რაღაცა ცენტრალური ისეთი ქალაქები დამასკო, ჰომსი, ჰამა და ალეპო დარჩეს მარტო აი ამ სუნიტურ ძალებს, ხო? ნუ ეს ლატაკია ტარტუს მომავალი საკმაოდ ესეთი გაურკვეველია, საკმაოდ იყო საკმაოდ დიდი კრიტიკები ამ მიმართულებით, თუმცა როგორც ქმედება ჯულანის აი ამ ქმედებების წინააღმდეგ რეალურად არავინ ახორციელებს და ანუ შესაძლებლობაც მაგალითად დასავლურ მხარეს ამისი არ აქვს და თვითონ ახლა მხოლოდ ორადორი ძალაა მისი აი ეს ქმედებები შეაკავოს ერთი თურქეთი და ერთი ისრაელი და ორივეს ინტერესია რომ ეს ქმედები განახორციელოს არათუ შეაკავოს. ამიტომ ისრაელის და სირია საკმაოდ ესეთი ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეიძლება ამ შემთხვევაში ასადის ხელისუფლება არ იყო ანგელოზი და ლიბერალური დემოკრატია, თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში ასადის ხელისუფლება აკავებდა იმას, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. ყველასთვის ცხადი იყო ვინ იყვნენ ის ძალები, რომელიც მას ებრძოდნენ და ნუ ის რომ მოხდებოდა რაც ახლა ხდება, ეს ცხადი იყო თვითონ სირიელი არაბებისთვის. მაგრამ ნუ როგორც მოხდა, ასე ვთქვათ, ასადის ხელისუფლებამ ვერ გაწია ანუ სიცოცხლის უნარიანი რაღაც მომენტში აღბეჭდა, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე ვეღარ გაძლო, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა და ერთ რამდენიმე დღეში თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა. ხო, დღეისათვის მოკლედ სულ ეს იყო. თუ გაგიჩნდება შეკითხვები, დაწერეთ კომენტარებში. მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი და მონიშნოთ ზარის ღილაკი, რომ არ განაგჭირთ ჩემი ბლოგები. დროებით.